მოგესალმებით მეგობრებო და ამ ვიდეოით მინდა დავიწყო ესეთი ამბავი, ვისაც ვებ პროგრამირების სწავლა უნდა, ან ვისაც ახალი დაწყებული აქვს და გაუმჯობესება უნდა, მათთვის მინდა რომ ესეთი ვიდეოების სერია დავიწყო, სადაც თავიდან ბოლომდე აბსოლუტურად ნულიდან მაქსიმუმამდე იქნება ახსნილი და განმარტებული ყველა ის საკითხი, რაც საჭიროა რომ ვებ დეველოპერმა იცოდეს. იმისთვის რომ შეძლოს მე სამუშაოს დაწყება, მუშაობა და ასე შემდეგ. გადავწყვიტე იმიტომ რომ ძალიან ბევრი პოსტები მხდება ხოლმე რომ თქვათ არიციან ზუსტად თქვათ როგორ განავითარო თავიანთი კარიერა, გეგმები, ხედვები, ასევე ძალიან ბევრი პოსტი მხდება რომ სხვადასხვა აკადემიები ცდილობენ რომ აი შეღავათიან ფასად ან უფასოდ გააკეთონ ესათო ის კურსი დამწყებთათვის. არ ვიცი, აუ ჩემი აზრით, როდესაც გვინდა და ეხება საკითხს, რომ ქვეყანაში გავრცელდეს ეს ინფორმაცია და ეს სწავლის საკითხი და რაღაცა, არ ჭირდება მაგას ზედმეტი რაღაცეები და უბრალოდ ნებისმიერ შეუძლია, ვისაც სურვილი აქვს თავისი გამოცდილება, თავისი რაღაცა ესე თქვათ ნასწავლი და თავისი რაც აქვს უნარები აჩვენოს, ნებისმიერ შეუძლია უბრალოდ ეს ლექციები იქნება თუ რა სახითაც იქნება, განათავსოს ვიდეოები YouTube-ზე და მორჩა დამთავრდა. ზედმეტი რაღაცა რეგისტრაციების და ჩაწერების გარეშე. ძალიან ბევრი შემთხვევა ამ ბოლო დროს, კონკრეტულად არ გამოვყოფ რა თქმა უნდა. ბევრი რამდენიც არის თქვათ აკადემია, საქართველოში ხა ძალიან ბევრიც არ არის საკმაოდ, მაგრამ ბევრი დაწერა მოკლედ და რომელიმე კონკრეტულს არ ვეხები რა თქმა უნდა. ეხლა როგორი ფორმატით დაიდება ვიდეოები და საერთოდ არ შეეხება. როგორც ვიცით, ეხლა ალბათ ვინც დამწყები არ ახართ და უკვე ცოტა რაღაც გამოცდილება გაქვთ, ესე თქვა, სწავლის მხრივ ამბობ, ვინც აბსოლუტურად ნულიდან იწყებთ, მათთვის გეტყვით, რომ არსებობს ესეთი საიტი, Frontend Mentor-ი, სადაც დევს ხოლმე დავალებები, რაც უნდა შევასრულოთ. ავაწყოთ საიტი და ასე შემდეგ. სხვადასხვა სახის. ამ საიტზე არის განთავსებული ესეთი გარდა დავალებებისა, არის ესეთი რაღაცეები. სასწავლო გეგმა, მოკლედ რო ვთქვათ, ქართულად დაახლოებით ესე შესაძლოა უკეთესად, რომელიც მოიცავს აი რაღაც ეტაპებს და გვიჩვენებს მაგალითად რომ დავათვალიეროთ, იწყება ვთქვათ HTML-ით, მერე CSS-ი, JavaScript-ი, accessibility არის არფათ ეს, იმიტომ რომ რაღაც ეგეთი ლოგო ეგეთ რაღაცებს ახატია ხოლმე მე ეგეთი. ხო, accessibility არის. CSS-ის framework-ები, შემდეგ და ბოლოში არის React. თუ საგმარის გამოხმაურება იქნება და მოკლედ კარგად წავიდა რაღაცები და ალბათ მაინც დავდებ, რომ საკუთარ საგმარის გამოხმაურება, იმიტომ რომ რის გამოც მე არ მაქვს გაკეთებული ზუსტად ის ფაქტორი იყო და რის გამოც შევქმნი და ეს გამოც დავიწყე ესეთ ვიდეოების ჩაწერა, იყო ის რომ მაქსიმალურად შემეცადა და თემი გამოცდილება და ის რაც უკვე ვიცი როგორც უნდა გაკეთდეს, ან როგორც კეთდება, მაქსიმალურად ხუებისთვისაც გამეზიარებინა. ხო, რა თქმა უნდა ეს აქედანვე ვიტყვით, საერთოდ პირველად ხართ ახსე და არც მიცნობთ. ვებში და ზოგადად პროგრამირებაში არ ეხება ეს მარტო ვებს, ნებისმიერ პროგრამაში არ არსებობს იდეალურად და აბსოლუტურად 100% მცოდნე ადამიანი. ზოგადად შეცდომებს ყველა უშვებს, მე შეიძლება როდესაც ვიდეოს ჩავწერ რაღაცა თქვათ ახსნა, შეიძლება ერთი წლის მერე ეს ფაქტორი ისე შეიცვალოს, ან თუნდაც მაშინვე როდესაც ვიდეო დაიდება აბსოლუტურად იდეალურად არ ქონდეს რაღაცები ახსნილი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემ მაქსიმუმს ვცდილობ და მე მგონია რომ ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო მაგ საკითხში სხვისთვის ახსნაში და სწორად გადმოცემის უნარებში, ესე ვთქვათ. ხო, მოკლედ, ეს ამ რაღაცებს მოიცავს, ვფიქრობ, რომ მაინც ამის პარალელურად backend-ის თემებსაც დავამატებ, ესე ვთქვათ, რომ შევდიოდეს ამ იმაში ვიდეოების სერიაში. და პირველი ესე ვთქვათ, იწყება დონეების მიხედვით, დამწყების დონე, პირველი დონე და უბრალოდ Frontend Mentor-ის საიტს გაიცნობით, როგორ გამოვიყენოთ და ასე შემდეგ რაღაცეები. შემდეგ არის რესპონსიული ვებგვერდის აწყობა, მე მოდის JavaScript-ის ფუნდამენტალები, აი ეს accessibility, ესე ვთქვათ, ვების და
ან ქართულად ზუსტად როგორ თარგმნო არ ვიცი accessibility. ანუ კარგი გამოთქმა არ გამოდის პირდაპირ თარგმანი. Advanced CSS Techniques თავარაუდით იქნება CSS-ის framework-ები დიდი ალბათობით. framework-ები და ესე ვთქვა. ნუ CSS-ი ალბათ framework-ია, ყველა library არ მახსოვს აქ თუ არა. JavaScript-ზე უკვე framework-ები და library არის, იმიტომ რომ React ესე ვთქვათ, library ქვია და დანარჩენს framework-ები, მაგრამ ნუ პრაქტიკულად ეხა რაცა არსებითი განსხვავება მაგ პროგრამებს შორის არ არის, მთავარია გამოყენება იცოდეთ. შემდეგ უკვე მოდის ტესტინგი, რაც ბევრს ალბათ არ მგონია რომ ბევრს გქონდეს მაგაც წარმოდგენა ტესტინგზე, ანუ ვინც სწავლობთ ახლა ფრონტენდს, ვინც ვაკანსიებს უძიხართ და ასე შემდეგ და ვფიქრობ თუ აქამდე რაც იყო ჩამოთვლილი ის ყველაფერი გავლილი გაქვთ, ტესტინგი როგორ ხდება ძალიან დაგაინტერესებთ და გამოსადეგი იქნება თუნდაც ვაკანსიის პროექტებზე, როდესაც რაღაცა 8-9 დღე გაქვთ თქვა დავალების გასაკეთებლად შესასრულებელი, დავალების შესასრულებლად 9 დღე გაქვთ, 8-9 დღე და მორჩებით დავალება, შეგიძლიათ 1-2 დღე თუ მოგჭათ თქვა და აი ესე ტესტინგის რაღაცებით გამოიყენოთ პროექტში და ბევრად უფრო კარგ შტაბიჭდილებას დატოვებთ, როდესაც თქვენ ვაკანსიას განიხილავენ, ვიდრე რაღაცების გარეშე. ეხლა ასეთ რაღაცებს რატომ ამბობ? ანუ ჩვენ კი ვიცით უკვე რომ ძალიან განვითარდა ის AI და AI-ის გარეშეც განვითარდა პროგრამირება, რაც მეტი რამის თორმას გამოამჟღავნებთ, არის უკეთესი. მაგრამ ეს არ გულისხმობს იგივე ტესტინგი და სხვა ბევრი რაღაც თემა არის, უბრალოდ ეხლა რადგან ტესტინგი შევთ მაგის მაგალითი ავხსნი, ბევრი სხვა წვრილი ჩაშლის საკითხია ვებში, რომელიც შეიძლება იცოდეთ ვებ-დეველოპერმა მეც თქვა რაღაც გამოცდილება მაქვს, რაღაცებში არ მაქვს გამოცდილება, საერთოდ არ მაქვს შეხება, იმიტომ რომ ადრე იყო ესეთი თემა, რომ უნდა ვცოდნო თქვა ეს JavaScript-ი, React-ი და მორჩა, იმის იქით არ გეხებოდა საქმე, ეხლა რაც უფრო თქვა მეტი ინფორმაცია იდება ინტერნეტში, რაც უფრო ვითარდება რაღაცეები, ეს AI და ასე შემდეგ, გაცილებით მარტივია ახალ რაღაცების ათვისება ზოგადად. და რა თქმა უნდა, ნელ-ნელა ეს პერიოდი მოდის, რომ რაც შეიძლება მეტი რაღაცის ცოდნა უნდა ქონდეს დეველოპერს. მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ იგულისხმება, რომ თავიდან როცა დაიწყოთ ნულიდან, გინდათ თუ არა 6 თვეში უკვე ამდენი რაღაცა უნდა იცოდეთ, წელიწადში ამდენი რაღაცა უნდა იცოდეთ, უბრალოდ სულ უნდა ვითარდებოდეთ. JavaScript-საც რო ჩათვლით, რომ ინდონეზე ხართ უკვე, რომ JavaScript-ში განვითარება ესე ვარჯიშით არ გჭირდებათ და უკვე პროექტებზე მუშაობთ და თავისით მოდის და ესე კურსები და რაღაცები არ გჭირდებათ, თქვათ. მაგის შემდეგაც უკვე ძალიან ბევრი წვრილი რაღაცები უნდა შეისწავლოთ ხოლმე თუნდაც JavaScript-ის შესახებ, React-ის შესახებ იქნება თუ ეს სხვა რაღაცების შესახებ. ახალი თქვა სიახლეები იდება ხოლმე, თვითონ React-იც ახლება ხოლმე და ვერსიები ახალი გამოდის და ნუ ასე შემდეგ. framework-ები შეიძლება რაღაც დამხმარე მასალები ახალი გაჩნდეს, მაგალითად React router-ი 6 იყო, როგორც მახსოვს, ანუ ცოტა ხნის წინ და რამდენიმე თვეა რაც 7 გამოვიდა, ზუსტად არ ვიცი, ეხლა ვადაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ 7 რო გამოსულია მახსოვს. ნუ ვიცით ცოტა უკვე გამოსწრება აქვს, ისინი მიხვდებით, რასაც გულისხმობ და თუნდაც ეს React router-ი რაც ვახსენე, 6 და 7 ვერსია, სიღრმისეულად არ მაქვს ჯერ შესწავლილი, პრაქტიკაში არ დამჭირვებია, მაგრამ ნუ ეხლა საერთოდ ამ კურსზე ამ ვიდეოების გადაღების დროს მოგვიწევს და ვნახავთ, მაგრამ 6 და 5 შორის რადიკალური განსხვავება იყო, მაგალითად 6 ვერსიას და 5 ვერსიას შორის და შესაბამისად ძალიან დიდი განსხვავება იქნება, შესაძლოა ძალიან დიდი განსხვავება იყოს 6 და 7. შეიძლება არ იყოს რადიკალური განსხვავება, მაგრამ ზოგადად იცოდეთ, რომ თავარია მიდგომების არსის სწავლა, თორე სულ იცვლება ტექნიკები, სულ იცვლება სინტაქსი. ყოველთვის სხვადასხვანაირად ვიცით რაღაცების წერა. ამ კურსის მიზანი იქნება, რომ აი ზოგადად დაგეხმაროთ რაღაცების გააზრებაში, რაღაცების ჩამოყალიბებაში, თავარი რაც იქნება, ჩემი აზრით, ვეცდები, რომ ისეთი ვიდეოები გადავიღო, რომ მიგაჩვიოთ დამოუკიდებლად რაღაცების კეთებას. რა თქმა უნდა, რაღაცა ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ გულისხმობ რა, აი თუნდაც ის React router 6 ვისწავლეთ, თქვა. ხო და უცებ გამოვიდა მე-7 ვერსია. თუ არ დაიბნეს ადამიანი რომ რაღაცნაირი შეგრძნება არ ქონდეს, რომ აი ამას რა გააკეთებს, ყველაზე რთული 6 წელია დეველოპერი ვარ, ყველაზე რთული რაც მქონია ამ კარიერის განმავლობაში, რთული მომენტი ყოველთვის არის ის, რომ აწყდები ისეთ საკითხს, რომელზეც წარმოდგენა არ აქვს. საკითხს ეტავდი, როდესაც პირველი მეორე წელი როცა იყო, ესე ვთქვათ, ჩემი კარიერის და
მაშინ გადავაწყობ ესეთ საკითხებს. ძალიან მოქმედებდა, რა თქმა უნდა, სტრესული იყო, იმიტომ რომ გადის თქვა ერთი დღე რაღაცა ვერ შეასრულე ის რაც კიდევ რომ გაიგეთებინა, ორი დღე, სამი დღე და ნუ გადის ესე თქვა, ელბა ერთი კვირაც გავიდეს, გადის პერიოდი ისე რომ შენ ვერ გებულობ ის საკითხი, როგორ გადაჭრა, როგორ გააკეთო და ეგ არის ყველაზე სტრესული, იმიტომ რომ შეიძლება მაგ დროს ყოველთვის ადამიანი ფიქრობს, რაღაცა ეს კედლის წინ გარს რო წარმოედგინოთ დაახლოებით და რომ ეს მისთვის არ არის რა ის სფერო, რომ ამას ვერას ვერ გააკეთებს და ასე შემდეგ გასულ ფიქრები და მინდა რომ ამ ფიქრებთან და ამ ესეთ გამოწვევებთან გამკვლევება გასცვლით. და ნუ ტესტინგის მე არის უკვე ჯობისთვის მომზადება. აი ნახოთ დავიწყოთ აი ეს პირველი რაც არის. ახსნა და განმარტება წერია. ეხლა ის რო იცოდეთ რომ თქვენ თვითონაც შეგიძლიათ შეხვიდეთ და იგივე საიტზე ფრონტ-ენდზე ცადოთ ამის დაწყება უბრალოდ მე ნაკიდი მაქვს აკაუნთი ფასიანი მაქვს იმიტომ რომ მთელი წლით მაქვს ნაკიდი რაღაც ფასდაკლებით იყო $30 რაღაცა მთელი წლის არ მახსოვს ზუსტად 30 ან $40 და მთელი წელი შემეძლო აკაუნთის გამოყენება და ნუ მე იმიტომ მაქვს ხოლმე რომ როდესაც სტუდენტებს ვასწავლი ან თუ რაღაცაში მჭირდება ხოლმე ყოველთვის დავამახოლე ნებისმიერ დავალებას. ძალიან კომფორტულია, იმიტომ რომ ფასიანის გარეშე უბრალოდ დავალება, ანუ უბრალოდ აკაუნტზე რო შედიხარ, Figma Designs, ანუ ვიზუალურ მხარეს, რითაც უნდა, როგორიც უნდა იყოს საიტი შენ აწყობილი დავალების შემდეგ ვერ იხედები. ხო. ნუ აქ წერია განმარტება რაღაცები და დავაჭროთ დაწყებას. და ვნახოთ რა შემოგთავაზებთ. ხო, გვეუბნება რომ აქ არის რაღაცა საიტი რას ემსახურება, რა არის ჩვენი მისია. ხო, ჩელენჯები რო დევს ესე ვთქვათ სხვადასხვა დავალების სახით გვეუბნება და აი იქ არის მაგალითად რამდენიმე ჩელენჯიო და გვეუბნება ეს ჩელენჯები რა არის. ხო. community-ში შეგვიძლია გავერთიანდეთ და ასე შემდეგ. კი ბატონო. ჩელენჯების გვერდზე როცა გადადიხართ შეგიძლიათ დავალებები ნახოთ, გააკეთოთ აუცილებლად თუნდაც ჩემ ვიდეოებს თუ მიყვებით და გააკეთეთ იმ დავალებებს, რომლებიც აქ იქნება, ან თუნდაც ჩემგან დამოუკიდებლად, ზოგადად ფრონტ მენტორის დავალებას თუ გააკეთეთ რომელიმეს, ჩემი შევაიქნება, რომ აკაუნთი აუცილებლად გქონდეთ და შედით და შეავსეთ solution-ის page, ანუ ატვირთეთ გაკეთებული ნამუშევარი, როგორი სახითაც არ უნდა გქონდეთ, სადაც არ უნდა გქონდეთ ატვირთული ლინკით იმევა უბრალოდ საიტიდან არის გაშვებული იმის ლინკს. ანუ იქ შესაძლებელი ფორმა არის solution-ის ატვირთვის და ძალიან მარტივია და ჩემი შევაიქნება რომ აუცილებლად შეასრულეთ. ხო, setting up ანუ environment-ის გამართვა, მოკლედ რო ვთქვათ, იმისთვის რომ კოდირება დავიწყოთ. აქ არტიკლი წერია ესე რო ვთქვათ. სტატია ესე ვთქვათ, როგორ გავმართოთ და ნუ რა თქმა უნდა ესეთი, ანუ ახსნაც არის ამას აღარ ჩავღვევი ბოლომდე. იმიტომ რომ ვიცი რაც იქნება, ნუ ძირითადად რაც არის მოკლედ ჩემ ვერსიას გეტყვით ახლა ძალიან რომ დავკარგოთ აქ დრო. web developer თუნდაც სრულად ნული დაიწყებდეთ, ჭირდება რამდენიმე ხელსაწყო, რაც აუცილებლად უნდა გქონდეს კომპიუტერში დაყენებული და დაინსტალირებული იმისთვის რომ ვიმუშაოთ. პირველი ესე ვთქვათ, არის რა თქმა უნდა თვითონ პროგრამა რაში კოდს დავწერთ. და ყველაზე გავრცელებული არის Visual Studio Code. Visual Studio Code. ეს უნდა ეწეროს, როდესაც შევალთ, აი ესეთი ლოგო ქონდა, აი ეს ნუჭირო აქვს. ესეთი ლოგო აქვს. და ნუ ეხლა მე მიწერს რომ გადმოწერე Windows-ისთვის, რა სისტემას გაქვთ კომპიუტერში, იმ სისტემის გადმოსაწერ ლინკს ამოგიგდებთ ავტომატურად. გადმოწერთ ჩვეულებრივად, ეხლა რა თქმა უნდა არ გავაკეთებ მაგას, მაგრამ ნუ Visual Studio Code-ზე შეგიძლიათ შეხვიდეთ, გადმოწერეთ, დაინსტალირეთ და აი ესეთი პროგრამა როცა გახსნით. ლოგო აქვს აი ესეთი. დავადიდოთ. მას შემდეგაც დავაყენებთ და შემოვალთ და გვხვდება ესეთ რაღაცა. სადაც გვეუბნება რომ გახსნით ფოლდერი, ფაილი და რაღაცები. ჩემი შევაიქნება როდესაც დავალების დაწერას დაიწყებთ.
დესკტოპზე ან სადმე დისკზე, სადაც გინდათ, მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა. რაღაცა ფოლდერი შექმნით, სადაც გექნებათ თქვა დავალებები და ამ ფოლდერის შიგნით, თუ გინდათ ეს ფოლდერი არ გქონდეთ, მაგრამ თითოეული დავალებების ცალკე ფოლდერი გქონდეთ. ერთ ფოლდერში რა დაიწყოთ დავალების გაკეთება, მე მეორე დავალებას იმ ფოლდერში რა გაკეთებთ, ასე შემდეგ. თითოეული დავალება ერთმანეთისგან უნდა იყოს გამოყოფილი ფოლდერით. არ შეიძლება რომ ერთ დავალებაში რამდენიმე სახის კოდი ეწეროს, რა ერთ ფოლდერში რამდენიმე სახის კოდი ეწეროს, მოკლედ სხვადასხვა ფაილითაც უნდა. მაგალითად ეხლა რაღაც ფოლდერი გვაქვს, რომელსაც ქვია ვები და თუ რამე პროექტი მუშაობა მოგიწევს, გავაკეთებთ ხოლმე ამ სიტუაციას. მაგრამ VS Code როცა ჩავწერთ, მაგის მერე გვჭირდება რა? გვჭირდება დამხმარე საშუალება, რომელსაც გაგვიმარტივდება ამ პროგრამაში მუშაობა. რომ მოვყვეთ აქედან, აი მარცხნივ, სადაც აიკონები გვაქვს, პირველი არის ფოლდერების წყობა, ესე რომ ვთქვათ. და გვიჩვენებს და აი პროექტში რა ფაილები გვაქვს და რა ფოლდერები გვაქვს, ეხლა ცარიელი გვაქვს და არაფერი არ გვაქვს. ლუპა არის შესაბამისად ძებნის ფუნქცია. ამას ჯიჯობით არ შევხვევით გიც. ეს გითის აიკონია. და ეგ რო ჩამოვხვალთ, აი აქ თქვენთან საუბრობთ ეს არის იქნება ეს Figma-ის extension-ია და ავტომატურად აქ გაჩენს და დაივიწყეთ, დროებით მაინც. არა, ჩემიას არ ჩემდე კარგ გამოგადგებათ. extension-ში როცა შეხვალთ, აქ შეგვიძლია დავსერჩოთ, მოვიძიოთ რა დამხმარე პროგრამა შეიძლება გამოგვადგეს. ათასობით არის, ძალიან ბევრი რაღაცა არის. ზოგი ოფიციალურია, ზოგი არაოფიციალურია. ესე რომ ვთქვათ, სხვადასხვანაირი რაღაცები არსებობს. აქედან რა უნდა დავაყენოთ? ესეთი extension-ია, code spell checker-ი, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ როდესაც თქვათ ინგლისურად წერთ რაღაცებს, რომ ეს სიტყვა არსებობს თუ არა ინგლისურში, თუ არ არსებობს გვაქვს თუ რაღაცა სპელინგის შეცდომა გვაქვს, რაღაცა მოკლედ, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რომ კლავიატურაზე არასდროს ვკრიფავთ და რა თქმა უნდა ეს ერორი არ არის ზოგადად პროგრამისტვის, იმიტომ ტექსტია, თქვენ რასაც გინდათ იმ ტექსტს დაწერთ, როგორ უნდა მიხვდეს პროგრამა, რომ ტექსტს არასდროს წერთ, ვერ მიხვდება თავისთავად. ამიტომ ესეთი extension-ია code spell checker, რომელიც გვაფრთხილებს, რომ ეს სიტყვა ინგლისურში არ არსებობს. თუ არასდროს სიტყვას დავწერთ. Figma არ არის აუცილებელი, Copilot შეგიძლიათ დააყენოთ, GitHub-ის Copilot-ია, რომელიც აი აქ გამოგიჩნდებათ შემდეგში. Copilot-ი რას აკეთებს? როდესაც წერთ, აქვე გთავაზობთ AI-ია, მოკლედ რო ვთქვათ, ChatGPT-ის გავსი, ვთქვათ, აქვე კოდის წერს გთავაზობთ, დასრულებას, შემდეგ ხაზი რა უნდა დაიწეროს. უმეტესად ძალიან კარგად ხდება ხოლმე და სწორ ლოგიკასაც წერს ხოლმე, ძალიან ხშირად, იმიტომ რომ ცოტა სხვანაირი AI-ია, არ გავს რა ChatGPT-ის და რა გულისხმობ. როდესაც თქვათ ერთ ფაილში რაღაცა, ერთ კოდს დავწერეთ, რაღაც სტილით ხო გვიწერია, ზოგადად აქედან ვიცოდეთ, რომ კაცრის სწორი მიდგომა რო გინდა თუ არა, ესე უნდა აიწყოს პროგრამა, ესე უნდა დაიწყოს კოდი, ან ისე გაიმართოს საიტი არ არსებობს. სხვადასხვა გზები არსებობს, ზოგი ბევრად უკეთესი, ზოგი უფრო ცუდი, მაგრამ ეს ერთი კონკრეტული მიდგომა არ არსებობს. იმ კარგ ვერსიებში შორისაც 2-3 ვარიანტი შეიძლება არსებობდეს რაღაც თემის გაკეთების. შესაბამისად, როდესაც თქვენ წერთ, რაღაცა თქვენი სტილი გექნებათ აუცილებლად რაღაც პერიოდის შემდეგ ჩამოგიყალიბდებათ. როდესაც ერთ ფაილში რაღაცებს დაწერთ, თქვათ რაღაც კოდის ნაწილს, რაღაც ლოგიკას, თქვენივე დაწერილ ლოგიკას ასე თქვათ სწავლობს და შესაბამის კოდს შემოგთავაზეთ სხვა ფაილშიც, როცა ხშირდეთ დაახლოებით ანალოგური რაღაცა დაწერა. მაგრამ თუ თქვათ წინა ფაილში არაფერი არ გიწერიათ, შეიძლება სხვანაირად შემოგთავაზოთ. გულისხმობ მაგას. ანუ ეს სპეციალურად არ გაკეთებული, იმიტომ რომ მთელი პროექტი რაღაც ერთ სტილში იყოს დაწერილი, ერთი მსგავსი ხელწერით იყოს, ესე რომ ვთქვათ. კაი, live server-ი აუცილებლად უნდა დააყენოთ. ეს დაგვეხმარება მომავალ ვიდეოებში, როდესაც ჩვენ უკვე უშუალოდ პროექტის აწყობას დავიწყებთ VS Code-ში. შემდეგ მოდის ეს Prettier-ი, რომელიც არის ლამაზად რო იყოს ტექსტები დაწერილი და კარგად ჩანდეს და ფორმატერია, მოკლედ ვთქვათ. ფორმატერი ნიშნავს, რომ ფორმატს გვისწორებს დაწერის, ანუ განარამის ამოაკეთს, ან ჩამოთვლის. მძიმეს მიუწერს ბოლოში თუ საჭიროა segment space-ებს ამოშლის და მსგავსი რაღაცეები. თელმიდი მომავალში დაგვჭირდება VS Code icons შეგიძლიათ დააყენოთ, ეს არის უბრალოდ რომ ფაილებს თავისი რაღაცნაირი აიკონები გაუჩნდება, რომელიც ცოტა უფრო ლამაზია ვიდრე default აიკონები, მაგრამ
ანუ აიკონების დაკნება თუ გინდათ განსხვავებული, SmartOS extension-ი არ არის. უბრალოდ შეგიძლიათ თქვათ აიკონს ჩაწეროთ. შემდეგ სანამ დაინსტალეთ ახლა პირველი ხომ აქ მე დაინსტალებული თქვათ შეხვიდეთ, აქ გადახედოთ detail-ში ეწერება თქვათ რა არის აი როგორი ტიპის აიკონები და რაღაცები აქვს, რომელიც მოგეწონებათ ის დაახეთ. ჯერჯერობით სულ ეს არის ამ ვიდეოსთვის. მაინტერესებს რა თქმა რა გინდათ რომ ყურადღება გამომახვილო ყველა ძალიან თქვათ. აი რის სწავლა გინდათ ან რა გიჭით ან ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა პირდაპირ იმასაც უნდა დაწეთ რომ ეხლა ბექში რაღაცა ავტორიზაციას ან ამის ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ იქამდე უნდა მივიდეთ. თუმცა დაწერეთ ეგეც გავითვალისწინებ, მაგრამ ზოგადად გულისხმობ. მომავლისთვის რა თქმა უნდა გავითვალისწინებ, როცა იმ ეტაპზე მივალ. ეხლა უფრო მეტად მაინც ფრონტზე ვარ კონცენტრირებული და აი ამ მხარეზე ჯერჯერობით, მაგრამ ბექ სისტემებით შევა. მოგლეთ ამ ვიდეოსთვის ეს იყო. შევეცდები მალევე დავტო მეორე ვიდეოს, სადაც გავაგზავნებთ და უკვე კონკრეტულ დავალებას ან სხვა პროგრამასაც დავინსტალეთ, რაც შეიძლება ვნახოთ რა როგორ იქნება ახსნილი იმ სასწავლო მიმდინარეობაში, რაც საიტზე დევს.